მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ, დღეს ოთხშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და ერთი ლამაზი ლიტერატურული და სახელოვნებო საღამო გველოდება წინ. ჩემი დღევანდელი გადაცემის ძვირფასი სტუმარია საოცარი შემოქმედი, საოცარი ხელოვანი, შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი, მუსიკოსი ნიკო იმედაძე. მოგესალმები ნიკო. გაგიმარჯვეთ ბატონო. საოცარი კოლორიტი, ჩვენი კულტურის უძველესი მექას, ქუთაისისა და მისი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი ბოლო ხანს უკავშირდება გაბაშვილის გორას და ამ ისტორიულ არეალს. მე ხელთ მიპყრია ნიკო იმედაძის პირველი წიგნი, ჩემი უბნის ჰიპოსტასები. პირველი და უკანასკნელი წიგნი და ველოდებით ძალიან მალე მეორე წიგნის გამოსვლას. ჩემი უბნის ჰიპოსტასები იწყება საოცარი შესავალით. ეს გეოგრაფიული შემაღლება 4 ისტორიული სახელწოდებისაგან შედგება. უქიმერიონის გორა, სადაც ბრწყინვალე ბაგრატის ტაძარი დგას. არქიელის გორა, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია აგებული. სვანეთის ბოლო მთავრის არზაკან დადეშქელიანის სულის საოხად. გაბაშვილის გორა, აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილ სუფეშქაშა სოლომონმა სამოღვაწეოდ და გოჭაურის უბანი, რომელიც ღვთისმშობლის სიონის ტაძრით გვირგვინდება. ეს ოთხეული ჩემი წარმოსახით ისეთივე განუყოფელია, როგორც 4 სახარება. აი ასე იწყებს თავის წიგნის შესავალს ბატონი ნიკო იმედაძე. ეს ძვირფასი შემოქმედი და მართლაც განსხვავებული ხასიათის და ცხოვრების სტილის შემოქმედი. საოცარი წიგნი მიპყრია ხელთ და მე ასევე ველოდები მის მეორე წიგნს. წიგნი, სადაც გაცოცხლებულია ქუთაისის და არა მარტო ქუთაისის, ჩვენი საქართველოს უახლესი ისტორია, ღირსეული პიროვნებები და საოცარი პროზა, რომელიც წაკითხვაც ხან ცრემლს მოგრის თვალებზე, ხან ღიმილს სახეზე, ხან გულს დაგიმძიმებს იმ ტკივილით, რომელიც ჩვენმა სამშობლომ გაიარა და კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, რა ძვირფასი ადამიანები გახდნენ ზეციური საქართველოს მკვიდრნი. მაგრამ ეს ყველაფერი რომ გამოძერწო, ამას სწორედ დიდი შემოქმედებითი ოსტატობა სჭირდება, რომელიც ასე უხვად მიმადლა უფალმა ნიკო იმედაძეს. ამ საოცარ კოლორიტს ქუთაისისა, ამ საოცარ კოლორიტს გაბაშვილის გორით და მისი სამშობლოც სწორედ გაბაშვილის გორიდან იწყება. ამ საოცარი შემოქმედისა და ხელოვანისა. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ნიკო იმედაძეს. ეს არის მართლაც ძვირფასი გვარის წარმომადგენელი, მისი ერთი და ქალბატონი მანანა იმედაძე, ცნობილი კომპოზიტორი, ცნობილი ხელოვანი, არაერთი ბრწყინვალე გადაცემის ავტორი, რომელმაც ჩვენ ცნობიერებას, ჩვენ სამშობლოს ძალიან ძვირფას ადამიანთა სახეები და გადაცემები შემოუნახა, ხოლო ერთი და ექიმია, ცნობილი ექიმია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. აი ესეთი ძვირფასი გვარის წარმომადგენელია ნიკო იმედაძე, ეს საოცარი ხელოვანი კაცი, საოცარი შემოქმედი, პროზაიკოსი, პოეტი და მუსიკოსი. და თქვენ დარწმუნდებით, როგორ ლამაზი საღამო გელოდება წინ, მაგრამ ამავე დროს უნდა ხაზგასმით თქვა, ყველაზე მთავარი კაცი, რომელსაც კაცობაში არაფერი ეშლება და ამავე დროს ეროვნულია და მას არასდროს არ გაუყიდია ზოგიერთებივით სული. ჯერ კიდე პატარა ბიჭი 15 წლისა, 15 წლის ბატონი ზვიად გამსახურდიას გვერდით დგას. და იმ დიდ ღონის, აი, ნახეთ სურათი, აი, გვერდზე, ბატონი ზვიადის გვერდზე, ნიკო იმედაძე ახალგაზრდობაში. აი, 15 წლის ბიჭი ჩვენ სულმნათ პრეზიდენტთან, ეროვნულ პრეზიდენტთან, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ერთად და მიდის ეს მიტინგი, რომელიც თემურ ქორიძეს მიხავს დასავლეთ საქართველოში. ღმერთმა აცხონოს ორივე, ჩვენი ნიკო იმედაძე ღმერთმა კარგად ამყოფოს. აი ესეთი ცხოვრების გზა გაიარა ეროვნულობიდან დღემდე
და ეს სამაყო გზით მოსული კაცია აქამდე, რომელსაც არ შეერწყება თავისი არც წარსულის, არც მომავლის გადახედვა და წარმოჩენა. დიახ, ნიკო იმედაძეა დღეს ჩემი სტუმარი, მე ხლა დავდუმდები, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა ის საქებარი სიტყვები, რამე თუ დღეს აპოკალიფსურ სიტუაციაში მყოფ საქართველოს, სწორედ ასეთი ვაჟკაცები და ხელოვანები აკლია, სწორედ ასეთი ეროვნული სულით გაჟღენთილი კაცური კაცები აკლია დღევანდელ საქართველოს და ღმერთმა უმრავლოს ნიკო იმედაძისნაირი ვაჟკაცები საქართველოს. იმედია რომ მრავლად იქნებიან. მოგესალმებით ჩემო ნიკო, სიტყვის ალავერც უკვე თქვენთან გადმოვდივარ ეხლა მე და დავიწყოთ. ასეთი ხოტბის მერე ძალიან რთული არის გააგრძელო. რომ არ გეკუთვნოდეს მე იცი რომ არ მიყვარს არც არავისთან პირფერობა, იმიტომ რომ საოცარი პროზა ამ წიგნში წარმოდგენილი, ამ პატარა ნოველებში, ამ პატარა მოთხრობებში, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არ არის, ეს გულიდან ამოსული თითოეული სტრიქონია, ტკივილით გამოძერწილი, სიხარულით და დარდით. აქ ყალბტონს ვერსად ვერ ნახავ. ეს არის ყველაზე მთავარი. დიახ. დიდი მადლობა. სიტყვის ალავერდი. ბატონო ვაჟა, ეხლა მაგ წიგნს რაც შეეხება, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ მე უბრალოდ გადმოვიტანე ის ემოცია ფურცელზე, რაც მე მომცა იმ უბანმა და ჩემმა ქალაქმა. დიახ. და ზუსტად იმ თუ მოვახერხე ისე რომ გადმომეცა ის გრძნობა და ყოველივე რაც იწვევს მკითხველში ანალოგიურ ემოციას, ეს ბედნიერება წერლისთვის და იმიტომ რომ მართლა ისეთ ჰიპოსტასები მიტოქვია რომ პიროვნებები ვის გარემოშიც ვიზრდებოდი, ის ხო მარტო ლანდშაფტი და გეოგრაფია არ არის, ხო? ლამაზია ბაგრატის ტაძარი, სადაც დგას უქიმერიონი, ოხვამირი, წმინდა გიორგი, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვის გარემოშიც მე ვიზრდებოდი, ჩადეს ჩემში იმ ხელა სითბო, იმ ყველაფერთან ერთად, იმ ცოდნასთან, გამოცდილებებთან, ყველაფერთან ერთად, ყველაფერს აკეთებდნენ დიდი სიყვარულით. დამოკიდებულებას, შენდამი, განსაცდელების დროს, თუნდაც ლხინის დროს, ამას შორიდან როგორც ობზერვერი ისე კი არ უყურებდი ამას. თანამონაწილე ვიყავი და ბავშვობიდანვე, ხო? ეს ისე ბუნებრივად ხდებოდა ჩემში, რომ მე მადლობელი ვარ, მე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც მათ დაწერეს. ჭეშმარიტად ისინი არიან მწერლები, ესე იგი კაცობის დიდი აკადემია გაიარა ფაქტიურად. დიდი მადლობა ღმერთს ამისთვის. 100 ჯერ დაბადება რომ ღმერთმა ახსენები ყავს შენ ფილიპე ედიბერიძე კი და ძალიან ბევრი. ეს ფაქტიურად ავტობიოგრაფიები არის ადამიანებზე. იმიტომ თქვი გააცოცხლე. ზოგიერთი ცოცხალიც არის, ახლა და სახელები შეცვლილია, იმიტომ რომ საჭიროა ცოტა ხანგრძლივობა, ხანდაზმულობა უნდა გავიდეს რაღაცის ეთყობა და მე მინდა რომ ჩემს მაყურებელს, ჩემს წყინვალე მაყურებელს ობიექტივის ახლა სულ მალე ალბათ თქვენ აღნიშნავთ იუბილეს, მე მგონი 2-ში საგაქვთ დაბადების დღე, ასე ვიცი. აგვისტოს და მოგესალმებით ყველას ბატონო ვაჟა, თქვენს მაყურებელს და მინდა რომ ასეთი ლექსით დავიწყოთ, თუ მექნება ამის უფლება. კი ბატონო. ქალაქური ლოცვა, რაზეც ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ ზუსტად ალბათ იმის გამოხმაურება იქნება ამ ლექსში. მოვისმინოთ. შესანიშნავი პოეტი ნიკო იმედაძე. მისი პოეზია. ქალაქური ლოცვა. თითქოს ყოველდღე ხელახლა ხედავ, მრთხალი შველივით სუნით გენდობი. პირველ ახალუხს ბავშვობის ვხევდა, შენს ქვაფენილზე მუხლით ვეყრდნობი. შეუცნებელი ხარ ხახულივით, იესოსავით გეკური შვილივით, სული მიკივის ბაღის კიდედან გული ხარ პერსი შელივით, თითქოს ყოველდღე ხელახლა ხედავ, თითქმის ყოველდღე ახლა გეცნობი. როგორც მოლბერტზე მოვარდნილ ფერთა, რიონ დანელი ლექსის ჰერცოგი, ხვალ დილით კრინი იკივლებს ცედურს, დანიელა დგას ცერზე ურია და ამ სიგიჟეს ნასსა და ველურს, სხვას რას დავარქმევ, სიყვარულია თითქოს ყოველდღე გეცნობი ამბა. ყოველდღე მხიბლავს შენი მითები, სამცნობიან მიყვები ამბავს,
მე შენ მიყვარ ხარ მე შენ გჭირდები მაჭრად ჭურიდან იჭურვის ჭომა როგორც 64-ის გამონატყორცნი არ მოგინდება არასდროს ყდომა ჭიჭიას გრილოს ამონაკოცნი გორას ახედავ და გახევდები გაუხედნავი რაშის ფლოქვებით აჰა საცა ის გამოჩნდება ქუთაისისცა და ის მოგვები თითქოს ყოველდღე ხედავ ხელახლა მახლავს ხოში შეცნობის ყოველდღე გართმევ ხელს როგორც უცნობს მაგრამ ფიცავარ მაგრად მეცნობი თითქოს პირველად ხედავ მიახლავ როგორც შესაქმის მზის ალიონი მიზანდარი ვარ მე ქვათა მახლა და საჭრეთელი პიგმალიონის თითქოს პირველად ხედავ მიახლა და სიყვარულით სისხლით ვივსები ნუ გამიხმები შენ ჩემო მახა შენ ჩემო ყოლა ნუ შეიცვლები ლოცვა მინდოდა რომ მეთქვა მაგრამ ლექსადაც ვერ თქვი ჩემი სათქმელი რომ დაგადნები ჩემო ქალაქო ლოცვად დამინთე ერთი სანთელი ბრავო ეს არის შესანიშნავი ნიკო იმედაძე საოცარი პოეტი ბრავო აი წარმოიდგინეთ ახლა თუნდაც პროფესიონალური თვალით როგორი ბგერა რა ჭ და ამისი მუსიკალობა და ალიტერაცია რომ დაეჭირა და ლექსის ჰერცოგი ბრავო ყოი ცოტა ეხა ნაბეტანი მომივიდა შეფასება არა მე ეხლა უკვე როგორც პოეტს ისე გესაუბრები არა როგორც რაღაცა ტელეწამყვანი შესანიშნავი ლექსის შემოგთავაზა ნიკო იმედაძე მე ტყუილა არ ვაკებდი არავის ტყუილა არ მიყვარს არავის იქება კიდევ ერთი ლექსი ბატონო ეს ეხლა როგორც ჰიპოსტასები ჩვენ ხომ გვინდა თქვენ შემპირდით და აგერ სარგებლობთ კიდევ ვიცი რომ თქვენ არ ხართ ის კაცი მოწმეები და ისინი გჭირდებოდეთ მაგრამ თქვენი რედაქტორობით იქნება აუცილებლად ეს მეორე წიგნი დიდი მადლობა ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრიც ესეც ბიოგრაფიული პორტრეტები არის რა ეს ლექსები გია აპოლინერს ნუ აპოლინერი გორელობას რომ დაიბადები ჩვენ უბნის დღესასწაული გვაქვს ყოველ 2 აპრილს ეს უკვე 58 წელიწადია ოფიციალურად ვაკეთებთ გორელობას რომ დაიბადები უკვე ტიტული ხელში გიჭირავს ნაბდით დაჭედილ ბედაურებით ბედის მდევარი ვერ დაგიჭირავს შენ აირჩიე რჩეულთა ხვედრი აბა წოდებულ მრავლად არიან უღირსიჩინე ამბათა ბედი ღვაწლს რომ არავის არ ამადლიან მე მახსოვს შენი სუფთა ბავშვობა ბიჭობიდან ხარ ვინცა ხარ ახლა საოლავს კოცი უჩინს ხარობა იუპიტერის ნიშა რომ გახლავს ახლა ორბი ხარ დაფრინავ მაღლა ფათერაკები ცაში მეტია ჯერ არ იქნება ფრენაში დაღლა კაკანათები ასასხლეტია ძლიერებს უფრო უჭირთ ცხოვრება სუსტები უფრო ეგუებიან სუსტებს ჭირდება ხალხის გროვება შენ მარტოც რომ ხარ უკვე ბევრია გორელობას რომ დაიბადები ბედნიერება ხელში გიჭირავს ვით სტალიპინის ლიანდაგები სიმართლის გზები რომ გაგიჭიმავს გორელობას რომ დაიბადები უკვე ტიტული ხელში გიჭირავს ნაბდით დაჭედილ ბედაურებით ბედის მდევარი ვერ დაგიჭირავს ბრავო აი მე შეიძლება ვთქვა რომ იმედაძე არის ქუთაისის კოლორიტული უბნების პოეტური მემატიანე აი იმიტომ რომ ფაქტიურად აცოცხლებს არა მარტო იმ გარემოს უბნებს აი მთლიანად დინამიკაში თავის ადამიანებთან თავის ძვირფას მეგობრებთან, ცოცხლებთან თუ გარდასულებთან ერთად, აი ამ მატიანეს ქმნის პოეტურ მატიანეს ქუთაისის კოლორიტული უბნების ამ უძველესი ქალაქის ჩვენი კულტურის მექას. დიახ. გენეცოლეთ ბატონო ვაჟა. ერთი ლექსიც და მერე სიმღერა. სულ ახალი ლექსი არის. ოტიაობა ხო არის გვიშტებში და ეხლა იქ პატარა ოტიას შვილიშვილს ისეთი ოაზისი აქვს მოწყობილი სტუმრებისთვის რომ არ ვიცი მეტი და ყოველ შაბათობით მაქვს იმის ბედნიერება რომ მე გიორგი კვერნაძე, გიორგი ჩვენი კიკვაძე ცნობილი მოქანდაკე მისი შვილი დაჩი მასპინძელი და მოკლედ 1-4-5 კაცი გიზო თავაძეც ხშირად სტუმრობს იქაურობას და შაბათობით შეგვიძლია დავждეთ და პატარა სალონური ის მოვაწყოთ რა ცოტა ლუდი ისმება ადგილობრივი ცოტა სიმღერა ბევრი ლექსი ბევრი პროზა და ძალიან კარგი. სულ ახლა ამასინათ ოტიას სულის მაცხონდოს ოტია. მაცხონდოს უფალმა მისი სული მადლობა მის კარგად ვიცნობდი და ბევრჯერ ერთად ბედნიერი ვარო. საოცარი შემოქმედი იყო, დიდი შემოქმედი იყო ძალიან. აი ზუსტად მისი შემოქმედებიდან აღებული და დიდი ქართველი. ბავშვობიდან შთაბეჭდილებები რაც დამრჩა და მე ცხოვრებაშიც როგორც გამოვიყენე მისი გამოცდილება, მისი კაცობა, მისი ვაჟკაცობა, მოკლედ აქ როგორც შევძელი
ჩემი ბრგვილიანით გადმოვეცი. მადლობა მისულ სახურების. ოტია იოსელიანს. ტრედის ნისკარტით წერდი წერილებს, ვით ბიბლიური კაცი ტობია, დღეს ამ ისკარტით ბედდა წერილებს, უოტიობა რომ დაგტყობია, შენ დაგვიტოვე განძის უღელი, სიბრძნე სიცრუის რომ ქმნის ჩუქურთმებს, გადაბრუნდება სანამ ურემი ხარის რქინულით გვჩხვერ და გვჩურჩულებ, შენ დაგვიტოვე დაუტეველი, ქრისტე თითით რომ წერდა ქვიშაზე, დაუწერელის ეძებდი მითით, სულს გიწეწავდა ფიქრი იშტარზე, შენ დაგვიტოვე სულის სიავდრე, სვანური ქუდით, ჩიბუხის კვამლით და ეს სიმშრალე ცხოვრების ხუნდის, გაგვინიტოვე ნამუსის კალმით, ტრედის ნისკარტით წერდი წერილებს, ვით ბიბლიური კაცი ტობია დღეს ამ ისკარტით ბედდა წერილებს, უოტიობა რომ დავტყობი. აუ, ბრავო. შესანიშნავი მიძღვნა ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი დიდი შემოქმედი ოტია იოსელიანი ეს არის საოცარ ესე იგი ბიბლიურ ტობიას როა და ტობია და ტობითი ეს ცნობილი აუ წმინდანები და ნუ ბრავო და როგორც ქრისტე ქვიშაზე თითიზე მართლაც უკვდავი შემოქმედება დატოვა ოტია იოსელიანი და რამდენი ენაზეა გადათარგმნილი როგორი ეროვნული იყო როგორი ეროვნული მე აი ოტია იოსელიანს ახლა მახსენდება 80-იანი წლებიდან ვიცნობ ჟურნალ ცისკრიდან. ხო, ეს ოტია პაჭკორიამ გამაცნო და აი ეს პერიოდია, ნუ საოცარი პიროვნება და აი ბოლო ჩვენი ყოფნა მახსენდება ფრიდონ ხალვაშის იუბილეი იყო. ეს იქნებოდა რაღაც საოცარი. და ერთ ნუმერში ვცხოვრობდით, აი გვერდი, უпроსტად გვერდი, მე ოტია იოსელიანი, ზურა ქაფიანიძე და გიორგი გიგაური. თქვენ გაიხარეთ. საოცარი დღეები იყო, ახლა მთელი გადაცემა არ მეყოფა რომ მოვიგო. ღმერთმა აცხონოს, ჩვენ სურათიც ამაქვს გადაღებული ძალიან ბევრი. ნუ ალბათ დადგებათ რომ მე ვაჩვენებ ამ ფოტოებსაც მისი ავტოგრაფით ნაჩუქარი წიგნები და ბოლო შედევრი მეწინავე ესეთი საოცარი პროზაული შედევრი დაგვიტოვა. ეს არის აი სოფლიო დონის საკაცობრიო მნიშვნელობის პროზა. სუპერ, ეხლა აღარ გადავალ, იმიტომ რომ კი ბატონო. მე მინდა ეხლა ერთი სიმღერით გავაგრძელოთ, იცით? კი ბატონო, გნებავს ლექსი. არა, ლექსის და სიმღერაც როგორ მინდა ბატონო. კი ბატონო. ესე იგი 25 ივნისს იყო ჩემი მეგობრის რაც გარდაცვლილი ბარდის ჩვენი უსაყვარლესი კაცის ქუთაისელის თაზო მონიავას დაბადების დღე. თაზო მონიავა. თაზოსი და ღმერთმა თაზოზე სიმღერაც მაქვს და ლექსიც მაქვს და ჯერ თუნდაც მოდი ჯერ ლექსიც წაიკითხე და მე შესაბამისად სიმღერას. საოცრება მოხდა რომ თაზოს დაბადების დღე აი მეორე დღე თენდება და ლექსში თქვენ ნახავთ იქ ჩიტი არის ნახსენები. წინა დღეს წავიკითხე ეს ლექსი საფლავზე წავიკითხე. ხო და მე ეს უფრაც იყო რა თქმა უნდა და ხო წავიდე ჩიტი არის ეს გულყვითელად ჩიტი არის ჩვეულებრივი ნახსენები ჩემი ფანჯრის წინ ჩიტიზის მოგზული არა დილა თენდება რა თქმა უნდა ნაბახუსებზე ვიკრიბებით საძმაკაცო დილი 7 საათია და ნუ ჯდებით მანქანაში და მანქანა უკვე ყველაფერი რომ ავიღეთ და მიგვაქვს მასთან სახლში პირველ სართულზე რომ დავილოცოთ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ცოტა აი გადმოდის მძღოლი სამი კაცი ვიყავით ეს გულყვითელა ჩიტი პირდაპირ მანქანის ტორპედოზე დაჯდა რა. რას ლაპარაკობ? გაჩერდა ერთი 10 წამი და ეს გვეუბნება მძღოლი ფრიზელია რუთანგვიზის. არ წინა დღეს არ დაულევია და მეგობარი თაზოს ბიჭო გაჩერდითო გთხოვთო რა რა ხდება ნიკუშა ესო ხო და ამ ბაკარი ჩემი მეგობარი ისეც მე ვაიმე რა ხდება ეს გადმოვიდა წამისო გამოვიარა დაჯდა მე იქ საქარეს ჩამოსაგეყნობი ხელი როა დაჯდა იქ შემოხედე ერთი და წავიდა ეს საოცარი ეს მოხდა მეორე დღეს რა გამთენიისგანს და ეხლა ლექსი მართლა საოცარ წინასწარმეტყველებას ავიტიყო რა ჩავივლი ქუჩას ხედავ ხარაზულს ბაღის კიდეც ხომ სადღაც აქ არის მომენატრება ის რაც არ მახსოვს თორემ რაც მახსოვს სულ ჩემთან არის ჩემი ფანჯრის წინ უცხო ჩიტიზის მობუზულია მგონი ავდრდება მე ისევ ველი თაზოს აივანს პოეზია რომ მონიავდება
ახლა წვიმა ღმერთის პიუპიტრს სვივა ნოტების სტაკატოებად მე ცა არ მახსოვს მაგრამ ტოტები ქართან კეკლუცობს გასატოკებლად ხვალ ვიცი ისევ სევდა მომიწევს ამინდის სული ჩემში თამაზობს ვიცი რიონის კოცნა მომიწევს მისი ზვირთების გემო რომ მახსოვს ხვალ ვიცი სადღაც მაინც ითქმება ბარდისგან ლექსად ნაამბობარი მაგრამ ლოცვებად ამოინთქმება ტალღები თაზოს ნაამბორალ ბრავო რა ბრავო აი იმიტომ თქვი ესე იგი მემატე პოეტური მემატიანე ქუთაისის ვაშკაცი ხალხის და კოლორიტების როგორ აცოცხლებს როგორ ტოვებს და სიტყვა ყველაზე მარადიული რომელიც ამ ქვეყანაზე რჩება ჭეშმარიტი პოეტური და ხელოვანი სიტყვა შენ გაიხარე ნიკო ემედაძე დიახ მოდი სიმღერაც რომელიც სწორედ აი თამას აზოს ეძღვნება მის ხსოვნას დიახ მის ხსოვნას ეძღვნება სადღარ ჩემო მონიავა სადღატარებს განგება შენს ნაჩუქარა გიტარაზე მოიწყინეს ჰანგებმა მოდი სული გამოგვიღე სევდიანი გამებით თორეთოვა გადაიღეს წახვალ და მეკარგები აბათოვას ვინ დაეძებს ღმერთმა ფიფქა და გაგცია არ დადნესო ქუთაისება მიწა გადააცია მოდი გამოაღე ოღასპურის კარები გახსენენი ნოშვილებს შენი ფათერაკები მოდი ცრემლით დაფერილო ვერ ველევი მიმინორს თეთრი ხიდის ქიმერიდან აფრენილო მიმინო ბრავო ღმერთმა ნათელში ამყოფა შენი თაზო შენი მეგობარი გენაცვალე ნიკო თუ შესაძლებლობა მექნება ბატონო მაშა მინდა რომ რადგან თაზო გავიხსენე მე მინდა ის ტრივიუმი ის ჩემს კაცობაზე ჩემს ბარდობაზე თუნდაც პოეზიაზე გავლენა ვინც მოახდინა ენდინემ სიწვერიძე და ზურა აბულაძე მოვიგონო ბარდი უდიდესი ბარდი ზურა და ენდინემ სიწვერიძე კი ბატონო სამივეზე მაგ ლექსი ხა ზურას შემოქმედებითი საღამო ჩატერდა მის 59 წლის იყო რო გარდაიცვალა სულ მეტის კი არა ეს კაცი და საფიჩხელი კაცი და მისმა შვილებმა მე თელმა თბილისმა ხალხმა ქუთაისმა გაერთიანდნენ და ქუთაისში ლადომესხიჩილში ჩატარდა სადაც მიპატიჟებული ვიყავი და იქ დაიწერა ეს ლექსი რა დიახ ზურა თაზო ენდი აი ეს სამი დენდი ბაღის კიდეს ლექსი მედო დამიღონდა მუზა ღვთისო როგორ გინდა აწი გენდო შენ უენდო ქუთაისო არც ნაივის ნიავია მონიავას აივნისო როგორ გინდა იმაისო უთამაზო ქუთაისო ბრალი შენი უზურიკოდ ობლად დამრჩი ოაზისო აწივნდა იმუსიკო აბულაძის ქუთაისო აღარც თაზო აღარც ზურა აღარც ენდის ხმარისმის სამი დენდის სამი მუზა ზეცას შერჩა ქუთაისის ასეთია ბარდის ბედი იშვიათად ბერდებიან პოეტები ქუთაისის უფალს ადრე ნებდებიან. ერთმა ნათელში ამყოფა. თუ შეიძლება რომ მოგერო ზურას სიმღერა. კი, აუცილებლად. იმიტომ ჩვენი სტუმარია ნიკო იმედაძე, პოეტური მემატიანე და სიმღერის მემატიანე, ქუთაისელი კოლორიტების, დიდი ბიჭების, დიდი კაცების, დიდი ქართველების. დიახ. და მომეცა საშუალება თქვენს გადაცემა. მინდოდა რომ იქ მემღერა, მაგრამ იქ ეხლა მეძლევა აგერ პარტო საზოგადოებას. მატარებელი მიდის და მოდის. მატარებელი იცვლის სადგურებს. ცხოვრება წავა არ ვიცით როდის. ცხოვრება ყველას გაგვანადგურებს. დამრჩება მხოლოდ ერთი სიმღერა. და ამ სიმღერებს ითვლიან სხლები. და როცა მომკლავს ეს ბედისწერა ვიცი საფლავში არ ჩამომკლები
მატარებელი მიდის და მოდის მატარებელმა იაროს უნდა ზოგი ადის და ზოგი ჩამოდის ზოგს ელოდნენ და აღარც დაბრუნდა რით დაგავშვიდო ნუ გეშო ჩემო ცხოვრებას აქვს თავისი წესი რომ სიცოცხლეში ხშირად გვაკითხავს ცოდვები მწარე და უმძიმეს დარჩება მხოლოდ ერთი სიმღერა და ამ სიმღერებს იტყვიან სხვები და როცა მომკლავს ესე ბედისწერა ვიცი საფალავში არ ჩამომაყალები ეს არის ზურას სიმღერა საოცარი სიმღერა ბრავო და ღმერთმა ნათელში ამ ნაჭრები ამღერეს კიდე რეზო ძალიან კარგად ამ ზურას სიმღერას მისი თანამედროვე მისი მეგობარი იყო მეგობრობდნენ და აი ეს ძალიან სასწაული სიტყვებია იქ რომ შეიძლება დედას ვერ შეხვდეო მაგრამ სამშობლო მიწას აუცილებლად შეხვდებიო რა იქ რომ ჩახვალა საოცარი სიმღერებია რა საოცარი კაცი იყო მე ვერ მოვესწარი უბრალოდ მასთან პოეტური ფილოსოფია შეიძლება დედას ვერ სამშობლო მიწას ხო დედა შეიძლება ვერ შეხვდეო ისე წახვიდე მაგრამ სამშობლო მიწას მაინც მიწას დედამიწასო მაინც ჩაეხუტებიო რა აი ესეც სასწაული ხალხის ბრავო გარემოცვაში მომიწია ყოფნა და იმიტომ ალექსევიც ესეთი ნაღდი პოეტური წრფელი და ალალი და ტკივილით სავსე კიდე ერთი ლექსი აქ ბატონო ვაჟა თუ მექნება საშუალება რომ ეხლა მე მაქვს ინფორმაცია რომ მეცნიერებათა აკადემიაში გაკეთდა კარგი დოკუმენტური ფილმი დიახ კი ერთ პიროვნებაზე ელიზბარ ჯაველიძე ბატონი ელიზბარ ჯაველიძე ეს არის უძვირფასესი პიროვნება ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ვიცნობ ბატონი სვიად გამსახურდიას დროს იყო განათლების მინისტრი იყო გაზეთ ლიტერატურული საქართველოს მთავარი რედაქტორი და იმ დროს მე ლექსებიც დამებეჭდია ლიტერატურულ საქართველოს და ძალიან კარგად ვიცნობ ღმერთმა დღეგრძელი გვიმყოფოს ეს ძვირფასი მეცნიერი და მამულიშვილი ბატონი ელიზბარი და მეც გავიგე და მიხარია რომ ქალბატონი ინეს ზაკიკაბიძეა რეჟისორი თანაავტორია ქალბატონი მანანა იმედაძე თქვენი დაიყო და მალე იქნება თქვათ სადღაც ალბათ შემოდგომით უკვე ამ დოკუმენტური ფილმი ბატონ ელიზბარ ჯაველიძის მოღვაწეობის შესახებ მე ულოცავ ბატონ ელიზბარს იუბილეს მზეგრძელობას დღეგრძელობას და სიკეთეს უსურებ ამ ძვირფას ადამიანს და აი სწორედ ეხლა მოისმეთ სულ მიყვარდა ბატონ ელიზბარი ეხლა შორიდან ნუ თქვენც ეხლა ეროვნულიდან მოდიხართ აგერ შემთხვევით არ ვაჩვენე ის სურათი 15 წლის ნიკო იმედაძე ზვიად გამსახურდიას გვერდით და მე სულ მქონდა ესეთი რაღაცა მოწიწება სიყვარული შორიდან ვიცი რომ ეროვნული კაცი იყო თან ერთად უღალატო კაცი ერთ-ერთი და მე მეამაყება რომ ეროვნულ პრობლემათა კომისიის წევრი ვარ რომლის თავმჯდომარეც გახლავთ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე სწორედ მისი სურვილით მისი მიწვევით ვარ იქმე და მიხარია რომ ეს ძვირფასი ადამიანი ამ პრობლემატურ კომისიას ხელმძღვანელობს და ძვირფასი აკადემიკოსი და მამულიშვილია ბატონი ელიზბარი ჩვენ მოვისმენთ ახლა ბატონ ელიზბარ ჯაველიძესა მიძღვნი ლექს ნიკო იმედაძეს შესანიშნავი ახლა ხო ვიცოდი როგორი კაციც იყო როგორი ქალაქელი როგორი ვაჟკაცის აკადემიები გავლილი არა მარტო პირდაპირ მნიშვნელობით მეცნიერები არ შეშლი არც კაცობაში არც ქართველობაში და აი ეს ისეთი ემოცია გამომიწევს უცებ შემოგვეწერა ეს ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს ელიას მთიდან ელის მთას ბარი გურიის ციდან მნათობი წყდება ელიზბარსელის თბილისის ბარი სოლოლაკში რომ დაიბადება ალჯავზა იყო თუ ჯაველინი საჯაველიძოს თაღზე რომ შედგა და როგორც ჩვილი ღვთივმოვლენილი სასაქართლოს წამით შედედდა ბავშვობიდანვე ურჩი რაინდი მორჩი კაცობის ნორჩი შაჰიდი მას შობიდანვე არ ქონდა წინდი ორში ნაცნობით ერთის გაყიდვის მან აირჩია ის გზა უვალი საკუთარ გულზე რომ გაიარა
გამოირჩია თავის უფალი და სულზე დარჩა ბევრი იარა ქუჩის მერხიდან მინისტრობამდე თავს არ უხრიდა ნაკაც დემიას და ამიტომაც ყველა ცოდნამდე კაცობის შექმნა აკადემია ახლა თვით მთაზე დგას ელიზბარი როგორც ტაძარი მარად კველობის დავით აზრები ელიაზარის რეკენ ზარები ქალაქელობის ბრავო ეს არის საოცარი ლექსი და აი მართლაც ულოცავთ ბატონ ელიზბარს იუბილეს დიდი სიყვარულით დიდი პატივისცემით და შესანიშნავი ლექსი მიგიძღვნია თან აღმოსავლეთ ცოდნე რო იყო იქ გამოვიყენეს ყველაფერი ყველა ნიუანსით ისია დახატული ბატონ ელიზბარის პორტრეტი მაღალი პოეტური ოსტატობით შენ გაიხარე ნიკო იმედად ემოცია რაც გამოიწვია ბრავო და აი სექტემბერში ვიხილავთ სწორედ ამ დოკუმენტურ ფილმს ბატონ ელიზბარის მოღვაწეობის შესახებ და ნახეთ ახლა ეს საოცარი ლექსი ნიკო იმედაცა კიდე ერთი ლექსი კი ბატონო ეხლავე ეს ჩემს ეს ლექსი დავწერე 8 წლის ინგუში ბავშვი რო დაიღუპა სუნჯას ხეობაში და ისე სოციალურ ქსელში წავიკითხე საოცარი 8 წლის ბავშვმა თავი გაწირა ესე იგი ეს ხო მირობის მაგალითი აი მე არ ვიცი საოცარი და ის თან ინგუში ერთმა ნათელში ამყოფოს ახლა ინგუშები არიან ჩვენი ქართველების ძმები და თურმე სონა ბეზამახი იშტა ხიხარწად ნიშნავს ასე მე სიყვარული ასე მასწავლეს ვა ხო კი და ეხლა მინდა რომ წავიკითხო ეს რომ რუსული თარგმანი მინდა გადავთარგმნე მაგრამ ჩემი არ არის ახლა ქართულად წავიკითხოთ სონა ბეზამახი იშტა ხიხარწად ხშირად მარჯვობდა ხიზირი არჯას და ვინ უწყოდა გახაზირებულს სუნჯა სინჯავდა უკეთუ მაჯას ლალღაის ქედზე კოშკები დგანან და მოუხდიათ თავზე ქუდები მაღლაი ჩანან სახეუხიაგ შავჩოხიანი ახალუხები კავკასიონზე მყინვარი მოწყდა სუნჯას ფიალა აივსო ცრემლით ცას ამბიონზე მზეს ცერი მოსწდა სინჯავს ფალიას სამსხვეპლო ცელით სამი ინგუში მოდის ნაპირთან სამი ნუგეში შვილები მშობლის ფეხი დაუწდა ადამს ქვასიფთან ბავშვი მორევში მომრევი ობლის და გადაეშვა ხიზირი იმწამს როგორც იეშვა ღელვის მყრობელი სონა ბეზამახი შტა ხიხარწად მეგობრისათვის დაუშრობელი მე სიყვარული ასე მასწავლეს მიხყავდა სუნჯას თერგისკენ ბიჭი მერე რა რომ ჩვენ გაგვაწვალე ვინ დაგვიუნჯა ღმერთისკენ ნიჭი სონა ბეზამახი შტა ხიხარწად საიდან ბავშვი ესთავგანწირვა სხვა სიყვარული ასე უხვერწნად ბეჭზე შესმული შეგვჭა არწივად სონა ბეზამახ იშტა ხიხარწად ნეტა იმ დედას ნეტა იმ წუნდას ვინ დაგირწია აკვანი არწად ვინ შეგვადედა და არ შეძრწუნდა სონა ბეჟამახ იშტა ხიხარწად ნახვამდის ხიზირ ლაღო არწივო სულში გვიზიხარ ბალღო გვასწავლე თუ თავის ხვისთვის როგორ გასწირო ლალღაის ქედზე კოშკები დგანან და მოუხდიათ თავზე ქუდები მაღლაინ ჩანან სახეუხიაგ თვალცრემლიანი ახალუხები სონა ბეზამახ იშტა ხიხარწად ღმერთს აბა ჩვენგან მეტი რა უნდა შენ ისლამიდან გამოანათე ვით მუცალიდან ვაჟას ალუდან ბრავო შედევრია ეს ლექსი შედევრია მე არ ვაჭარბებ მაგრამ ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს პატარა არწივი გმირი რომელმაც სრულიად კავკასია გააერთიანა გლოვაში სხვადასხვა აღსარებლობის ხალხი ამადიანი თუ ქრისტიანი გაერთიანდა ამ პატარა ბიჭმა გმირობის დიდი მაგალითი აჩვენა სრულიად კავკასიას და კიდევ ერთხელ გაახსენა რომ კავკასიური ფენომენი სხვა ფენომენი არა ევროპული არა აზიური არა რაღაცა კოსმოპოლიტურ ლიბერალური არამედ კავკასიური ფენომენი ვაჟკაცობის ამ პატარა 8 წლის ბიჭმა თელ სოფლიოს დაანახა და შესანიშნავი შედევრი ლექსი მიუძღვენი ნიკო ღმერთმა გაგახაროს კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ბიფროსურად ბიოგრაფიული პორტრეტული პოეზიიდან კი ბატონო აქვს მიძღვნა მაქვს ერთ ჩემს მეგობარზე და იქ საერთოდ ეს ლიახვის ხეობა და ის მე ყოველთვის მიყვარს იქ ჩვენი დიდი არწივია დაბადებული და მიძღვნა ჩემს მეგობარს ლიახს და იორს შეშურდებოდა რიონზე აღმა მცურავო როინ სხვა ჰაერია გორაზე არა გლიცერინსა და გლიცინებს შორის დაბერავს ნაივს გორის ნიავი
ვით სიყვარულის დიხოტომია და როგორც ქრისტე მღელვარე ნავის წყალზე გაივლი ფეხით მგონია წვენაა შენი სულის სამოსი სალოსებს აქვთ ღმერთთან განდობა შენ აირჩი 100-ჯერ სიკვდილი და მერე 100-ჯერ მკვდრეთით აღდგომა გაივლის წლები ჩვენ არ ვიქნებით ბევრსაც წაიღებს დინება დროის ქრისტეს ჯვართან რომ მარჯვნივ ვიდექი მარადიულში დარჩება როინ ლიახოს და იორს შეშურდებოდა რიონ დანელო არწივო გორის უქიმერიონს როგორც ალუდა საფიხნოს თავში გვიზიხარ როინ ბრავო ბრავო შემთხვევით არ თქვი რომ ნიკო იმედაძე არის მეთქი პოეტური მემატიანე ყველა გამორჩეული პიროვნების მამულიშვილის და მოვეფერო და ქალის და საერთოდ სამსილამაზის კდემის და სიწმინდეს გუთაისლები არ ჩამიშვებენ ამიტომ შენ ასე ქვია ეს ყველას ეხება ჩემ სიწმინდეს ასაც ქალი ქვია და ექსილამაზე დემონს გადარევს ძარღვებში სიცხს რომ მუდამ ამაჭრებ შენში მე შენი სულის ღრმა ჭამრევს ჩემს ნაოცნებარ ქალს რომ აჭარბებ ექსილამაზე დემონს მოაქცევს ანანებს ქცევას ვნების საუხეს სიყვარული რომ გაიბალზაკებს ავაზაკდება მაშინ სამოთხე ექსილამაზე ერდოს მაგონებს ნაჭირნახულებს დილის სალამზე ზრემს რომ მზეს რომ აოგნებს მზეს გაფითრებულს და ნამარხულებს ექსილამაზე ვერ გამაშვიდებს ცაზე გამშვილდულს მე იალაღზე თუ გამაშვილებს ვინ განმაშორებს შენთან დაწინდულს შენ სილამაზებს ვაზებს ვადარებ ძარღვებში სიცხს რო მარადა მამაჭრებ შენში მე შენი სულის ღრმა ჭამრევს ჩემს ნაოცნებარ ქალს რომ აჭარბებ ექსილამაზე ღმერთს გააოცებს დახედავ ქნილს და ადგილს დაუთმობს მერე კი ნაზად შუბლზე გაკოცებს ღირდა ღმერთობა ფიქრი გაუთმობს ექსილამაზე ნამარხულები ფიტრის სახეზე ფოთრის თვალები ხარ საემბაზე ცასამუხლები და მოცახცახე შუნზე ხალები ექსილამაზე განამცველია ომები მიცდის მე ომებამდე სიყვარულიც ხომ განსაცდელია მოპოვებიდან მოპოვებამდე ბრავო სიყვარულიც ხომ განსაცდელია მოპოვებიდან მოპოვებამდე და რა საოცარი სიტყვები გაქვს სიყვარული რომ გაიბალზაკებს ბრავო ნიკო იმედაძე შესანიშნავ პოეზიასთან გვაქვს შეხება და აი ეს ულამაზესი პოეტური საღამო შედგა კიდევ ერთი ლექსი ეს არის სიტუაცია ჭიამაია ვაჭრობდა დარით თქვენ რასაც იხსენებდით ეხლა და ის ყველაფერი როცა გადანერდა მომინდა ჭიამაია ვაჭრობდა დარით და გვირილები თავზე გვათოვდა ნატრის ხეები ყვაოდა გზაზე და წერილები უბით დავქონდა თუმცა გვირილა იყო მიზეზი ან და ამინდი ვიღას ახსოვდა სხვა სიყვარული ვიცოდით ადრე ის სიყვარული დავამახსოვრდა ლეჩხუმში ვიყავით ამას წინათ და ვიშგულზეც ვიყავით თქვენ იცით რამდენიმე დღის წინ მაქსიმი აღსარებლის მოკვეთილ მარჯვენას ასე ქვია ამ ის საოცარი ლექსი იყო კი სოციალურციაში იყო და მე ლეჩხუმში რო წავიკითხე ლეჩხუმლებმა ესო ლეჩხუმის ჰიმნი არისო და ხა ლეჩხუმში ისეთი დიდებული ხალხია მაგრამ გამიხარდა და მურის ციხეში საფლავი არის ფლავიუსმა რომ ილაშქრა ერთდროს და ის მარჯვენა მოჭრილი მხარის ახლაც რომ ეწვის კონსტანტინოპოლს მურის ციხეში სამყარო არის ლეჩხუმი არის შუბლის სამოთხის ლაილაში რომ ღვთის ღუის არსი და ცაგერში რომ ცას გლეხი თოხნის ახლა აქავარ და სული მეწვის მარჯვენა აფსარებელის ჩემი ლეჩხუმი ეს ხიდი ბეწვის ქრისტეს სინდისის მატარებელის ხვალვიცი ისევ ასვლა მომიწევს ოხვამირიდან ჩანს ხვამლის ღუზა ლეჩხუმის ფებში ამირანიწევს როგორც სამყაროს კაცობის მუზა მე ვიცი სადვარ ამ მიწას ამ ცას ანგელოზების ფრთების ფერხულით ეს სიყვარული ლეჩხუმის მკაცრავს და აღმსარებლის მენარხეული მურის ციხეში ვენახი ყვავის ვიღაც სასხლავით დადის ცალხელში ლეჩხუმი შუბლის სამოთხის არის და გული კიდევ ფედგავს საგერში ბრავო საოცარი შედევრი მიგიძღვნია ლეჩხუმისთვის და აი მე ახლა მახსენდება მეპატიშებოდა მამა იოსებ ბურჯანაძე ცხონებული ჩემი მოძღვარი და ვერ მოვახერხეთ აი ამ მისმა გარდაცვალებამ შეგვიშალა ხელი სწორედ იმ პერიოდში ვაპირებდით რომ ზაფხულში წავსულიყავით ერთად და თვალწინ დამედგა ზუსტად
ლეჩხუმი, ლაშაურა და ესენი რა. ორჯანაძე, საოცარი დიდი მოძღვარი იყო. გელათის ძალიან დიდი მოძღვარი ღმერთმა აწყო. ჩამოვედი, ცოდვები დახუნძული კარგა ხნის შემდეგ, პირველი ვარ რომ ჩამოვედი, მითხრეს რომ მამა იოსებთან წავიდით. და აი სასაული მოხდა, ფეხით ავედი გელათში, მე და ჩემი იოანე თორნიკე და მოდის ბერი რა, საოცრება იყოს. ფეხით. ქვევიდა ფეხით ავდივართ გელათში და უკაცრავად მე ვთქარი მამა და არც ის არ ვიცი ახ ნეოფიტი ვარ და ხო და უკაცრავად მე ვთქარი მამა იოსებს მე ვარ მამა იოსები და ძალიან უბრალო პიროვნება და ცრემლები წამომივიდა გაპაგობით რომ საიდან ახ კაც ელოდებოდნენ და უსტიდნენ რომ როდის ნახავდნენ და როგორ და რანაირად და აგერ შემხვდა ასე უბრალო და მომკვია ხელი და პირველი სულიერი შვილი მე საჯამრთელო ჩამიტარა ესე იგი ნუ დავფრინავდი რა უმძიმესი დაავადება დამედგინეს და 3-4 საჯამრთელო და მე რო ანალიზები გავეკეთე ესე გაგიჟებულები იყვნენ ეს იყო მე ისე დამეგობდით რომ ძალიან ახლოს ვიყავ ღმერთმა აწყონოს აი ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო მამა იოსების ზეცად წასვლა მე ეგეთი სასულიერო პირი მე არ ვიცი ეგეთი უბრალო თავდაბალი კეთილშობილი და ამავე დროს მკაცრი და ამაყი რა საოცარი ღმერთმა აწყონოს მამა იოსებ ბურჯანაძე გელათის სწორუპოვარი წინამძღვარი არქიმანდრიტი საოცარი დიახ მაქვს ბატონო ვაჟა ჩემი მშობლიური სკოლა იქვე დგას მე გორაზე გაბაშვილის სახელობის ეს გაბაშვილებმა აჩუქეს სკოლა თავისაც საცხოვრისი მაგ ხის სახლი იდგა და ეს სახლი გადაცა სკოლას რა მე 20 საუკუნის 1910 წელს თუ არ ვცდები და მე აშენდა იქ ქვის სკოლა ეს სასწავლი კულტურის, სასწავლი ისტორიის მქონე გაბაშვილებიდან წამოსული სკოლა ეხლა. ანუ ისტორიული ადგილია მთლიანად თავისი ყველა არეალითაც და ჯერ პრეისტორიული ხანა ხო არის რა თქმა უნდა ბრინჯაოჭის მთელი ამბებია კერამიკული კულტურის მაგრამ ეს უახლესი ისტორიის ამბავი ჩემი სკოლის და ეხლა მიწვეული ვიყავი აქ გამოსაშვების გამოგქონდათ ბავშვებს და იქ ჰიმნი მაქვს სკოლაზე ჩემს ერთი და მე იქ ლექსი უცებ შეიქმნა, იმიტომ რომ ძალიან სხვა ემოციები აი კედლებში იმ სუნს, სკოლის სუნს რო შეიგზა, ახსენდება მთელი ბავშვობა, ყველა მასწავლებლები, მთელი პედ კოლექტივი და მოკლედ ასე იწყება ეს ლექსი და ასე მინდა მიუძღვნა ჩემს მშობლიურ სკოლას. 20 არ არის ჩემთვის ის რიცხვი, რაოდენობას რომ ნიშნავს მხოლოდ. ლოცვით დაბანილ ცოდვას და სირცხვილს სკოლის ანბანით ვკითხულობთ ბოლოს, აქ გაოცება დაიწყო მაშინ, ასობგერების რომ ნახე მაგმა, აისბერგების ეს რემა რაშის გოგებაშვილმა აგვიწყო გამად მე მაოცებენ შენი კედლები შენი ლანდები დიდებულ ხალხის ახლაც ცრემლები ღაწვზე ნადენი მოგონებები რომ მიფხრობს ნახვის შენიცი გულზე დაწერილი მაქვს სამადლობელი ღმერთის მცნებამდე ჩემი ბავშვობა დღემდე რომ დაგაქვს გაოცებიდან გაოცებამდე ხვალ ვიცი ისევ ხის მერხი მიცდის რომ ამოვკაწერე ზედ კალმით ქრისტე რა შეედრება ნეტა იმ სიცილს მთელი სიცოცხლე რომ მაგვირისტებს გაივლის ალბათ წელი 120 ძველი ხლის სკოლა აბა ვისახსოვს მე შენი ყოლა სულს დაგიკოცნი ჩემო ძვირფასო მე-20 სკოლა განა მიწა ან ეს მოგვები ან მარტო ცოდნა ამ მიწის ზემოდ სწორედ ის ცა პედაგოგები ღმერთმა რომ მოგცა როგორ დაადნენ საყვარელ საქმეს როგორ ვუყვარდით როგორ გვიყვარდა დრო ყველას თავის სახელს რომ არქმევს ხედავ ამ ღვაწლმა როგორ ივარდა 20 არ არის ჩემთვის ის რიცხვი რაოდენობას რომ ნიშნავს მხოლოდ ეს ჩემს სკოლას საოცარი პროზა აქვს ნიკო იმედაძეს მე მინდოდა ერთი ძალიან პატარა მოთხრობა წამეკითხა ჩვენ ამ კაცების მაგალითებზე გავიზარდეთ როცა მკვლელი ჰუმანისტი იყო აი ეს ნამდვილი ამბავია და მე მინდა რომ წაგიკითხოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ თუ თანახმა იქნება დიდი სიხარულით ბატონო ვაჟა რომ შემთხვევით არ ვახსენე რომ დიდო სტატია პროზაშიც მით უმეტეს აი მცირე პროზა არის დიდო სტატურად შექმნილი ნიკო იმედაძის ორი კაცი იარაღებით მანქანაში ჩასაფრებული ელოდნენ მოსაკლავად
გახაზირებულ არაკაცს სადარბაზოსთან. არაკაცმა იცოდა, რომ დაძდებდნენ და სადარბაზოში შეუმჩნევლად შეეცა და შესულიყო ცოლშვილის სანახავად, მაგრამ ჩასაფრებულებმა შენიშნეს და აედევნენ. პირველ სართულზე ცხოვრობდა მოასტრო ზარის მიცემა. ღია კარიდან პატარა გოგონა მიეგება, მაგრამ რზურგს უკან უკვე მკვლელი ედგა. კურტკის ჯიბიდან მიშვერილი ტეტეს ლულით და ბავშვს უღიმოდა. გოგონა ყელზე მოეხვია მამას. ვინ არიან მამი ეს ბიძიები? მე უნდა წავიდე, მამი და ბავშვი ძირს ჩამოსვა. მალე მოხვალ? კი, მალე მოვალ. ხმა გაბზარულმა უპასუხა და ბავშვს კარები მიუხურა. მანქანაში ჩასვეს. კაცებმა ერთმანეთს თვალით რაღაც ანიშნეს. სასაფლაოზე გაიყვანეს, გადმოათრიეს და იარაღი შუბლზე დაადეს. მერე ლულა შუბლიდან ტერფზე გადაიტანა კაცმა. ტერფიდანაც აიღო. ჰაერში გაისროლა. მიაფურთხა და თქვა. მე ვთვლი რომ მოკკალი, მაგრამ შენი შეგნებით გეგონოს რომ ცოცხალი ხარ. შენი სიცოცხლე კაპიკად არ ღირს, მაგრამ ვისთვისაც მილიონი ღირს, იმისთვის მიჩუქები ხარ. აი ესეთი საოცარი პროზა. მე ახლა დროის სიმცირის გამო წავიკითხე ყველაზე პატარა ნოველა ნიკო იმედაძის. აი ესეთი შედევრებით არის ეს წიგნის სავსე, რომელსაც ქვია ჩემი უბნის ჰიპოსტაზები. პირველი წიგნი, მეორე წიგნიც მალე იქნება, რომლის რედაქტორიც მე გახლავარ და მიხარია რომ ჩემი მეგობრის ამ შედევრებით სავსე წიგნის რედაქტორი ვიქნები. დიახ. ერთი სიმღერაც კი ბატონო. ეკა გამცემლიძე მღერის ამ სიმღერას და ავტორი ვინ არის? არის ქუთაისია სიმღერა. კი ბატონო. ძალიან კარგად მღერის, ახლა მე შევეცდები რომ აქ მიმღერო. თოვლიან ბილიკებს მივყოვები ქარებში, ქარს ხურს რომ დავგდე, შენ სამბავს მომიტა, ჩემი ოცნებები სუნთქავს დრამალები, ჩემი ქუთაისი მომძახის შორიდან, მომძახის შორიდან. აქაურ ღამებს სიგრძე არ აკლიათ, აქაურ სივრცებს ვერანდობ იმედებს, მაგრამ ეს იზრდება ჩემი სათაფლია და თუ თვალს გავახევ დავეძებ იმერეს. შენში გაზაფხული აპრილში შემოდის, ღმერთო თუ იმედებ აპრილში დავეცე, აქ ყველა ნაბიჯზე შეხვდები მდელოებს და მე მაინც რატომღაც აღმართებს დავეძე, აღმართებს დავეძე. ჩიტი რომ ჩიტია არ გვდება თავისი, მიმინო მაჩუქეს დაუცებ მომიკოდა, ჩემი სათაფლია, ჩემი ქუთაისი მომძახის შორიდან. თოვლიან ბილიკებს მივყოვები ქარებში. ბრავო. და აი საოცარი პოეტური საღამო და მუსიკის საღამო გამოგვივიდა. ეხლა მე გამახსენდა ჩვენი ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაბაშვილის გორაზე, სწორედ აი მაშინ ჩემი უახლოესი მეგობრის ეკა კვანტალიანის საოცარი დისერტაციის დაცვის შემდეგ. დიახ, ბრწყინვალე დაცვა ჰქონდა ეკა კვანტალიანს, დასავლეთ ევროპული ლიტერატურა ფრანგული და აი კიდევ ერთხელ გამახსენა მე და უყურებდი ეხლა შენ პირველ წიგნს ოღასკარიდან თაფლის ნიავი და თუ შეიძლება ამ გადაცემას მე დავარქვენ რომ დღეს იყო ქუთაისიდან მონაბერი თაფლის ნიავი, რომლის შემოქმედიც გახლდათ
შესანიშნავი პოეტი, შესანიშნავი პროზაიკოსი, შესანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი ნიკო იმედაძე, დიდი გვარის ღირსეული შვილი. შენ გაგიმარჯოს ნიკო იმედაძე, ეს იყო მართლაც საოცარი შეხვედრა ჩვენი და იმედია, როდესაც მეორე წიგნი გამოვა ნიკო იმედაძის აუცილებლად ჩვენ წარვადგენთ ობიექტივის ელმაყურებლის წინაშე. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ამ ძვირფასი კაცის მეგობარი ვარ და ეს ჩემი მეგობარია და ჩემი ქუთაისი სწორედ აი ამ ძვირფასი ადამიანით იწყება. ღმერთმა გაგიმარჯოს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, ჩემი სტუმარი იყო შესანიშნავი შემოქმედი ნიკო იმედაძე, მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით, ასევე ქუთაისიდან მექნება ჩართვა მომავალ ოთხშაბათს შესანიშნავ აც გარდაცვლილ შემოქმედზე, საზოგადო მოღვაწეზე და მამულიშვილზე, ასევე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლზე, ელგუჯან ემსაძეზე, მის პუბლიცისტიკაზე, მის შესანიშნავ მოთხრობებზე, ნოველებზე, მისი ძვირფასი მეუღლე ქალბატონი ნინო ჩაერთვება. კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო, ნახვამდის.